ბატონ ზაალ ხელაძეს მინდა მივესალმო, რომელიც მწვანე ინდუსტრიის ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ, მოგესალმებით ბატონო ზაალ. სალამი სანდრო. პირველ რიგში ძალიან საინტერესო თემას ვეხებით დღეს და კვალიფიკაცია, სტანდარტიზაცია, გადამზადება, რეკვალიფიკაცია ეს არის პირდაპირ ვთქვათ, ყველა ინდუსტრიის თანაბარი გამოწვევა და რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი იმისთვის, რომ ჩვენ შევავსოთ HR-ი, ადამიანური რესურსის დეფიციტი ცალკეული მიმართულებებით. პირველ რიგში დავუწყოთ აი სტანდარტიზაციის ნაწილით და შესაბამისად უამბობთ ჩვენს მაყურებელს უპირველეს ყოვლისა თქვენზე და შემდეგ გადავიდეთ უკვე სტანდარტიზაციის კომპონენტის ძალიან ვრცელ მიმოხილვაზე სხვათა შორის. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გეტყვით იმას, რომ ჩვენ კომპანია ვართ, კერძო კომპანია, რომელიც გამოწვევების წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ ყოველთვის გქონდა ჩვენ ცისფერ და თეთრსაყელოიანი პროფესიონალების გამოწვევები. ვემსახურებით ESCO-ს. ESCO არის მარტივად რომ ვთქვათ, შევდივართ ბიზნესში ენერგეტიკულ ნაწილში. ვაკვირდებით მას, სადა აქვს გადახარჯვები, ასე ვთქვათ, ენერგო გადახარჯვები. შემდგომ ვაძლევთ რჩევებს და ამ რჩევების საფუძველზე ვახორციელებთ ამ ბიზნესს. ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ საჭირო კომპონენტია. ენერგეტიკა ახსენეთ, მოკლედ ჩაგეკითხებით, სანამდე გავაგრძელებთ საუბარს. ანუ საუბარი ეხება განახლებად ენერგიას, რა თქმა უნდა, საუბარი ეხება მწვანე ენერგიას, საუბარი ეხება რისაიკლინგს და ბევრ სხვა მიმართულებას, რაც არის. კი ბატონო. მაგალითად, ნებისმიერ საწარმოში, ნებისმიერი ტიპის წარმოების მიმართულებით ვახორციელებთ ამას. ეს იქნება ვთქვათ, სამედიცინო დასასრულება, ეს იქნება საწარმო, მეღვინეობის დარგი, სასოფლო მეურნეობა თუ სხვა. ჩვენ ვცდილობთ ხარჯების ოპტიმიზაციის გზით მივიდეთ მარჟის გაზრდაზე. ამ მიმართულებით გვაქვს სასწავლო ცენტრი, სადაც ჩვენ ვახორციელებთ აი ამ წარმოდგენას, ჩვენი ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიების და გვაქვს ჩვენი საწარმო, სადაც რომელშიც ამ განახლებად ტექნოლოგიებს ვაწარმოებთ. ეს არის ენერგოეფექტიანი ღუმელები, ეს იქნება თვორიტუმბოები, ჰიბრიდული ენერგოცენტრალები. რა არის ჰიბრიდული ენერგოცენტრალი? ჰიბრიდული ენერგოცენტრალი ეს არის განახლებადი ენერგოუტილიზატორების, ანუ ენერგოგენერატორების კომპლექსი, რომელიც გენერირებს ენერგიას, განახლებადი ენერგიასთან ყველაფერს ერთად. ეს არის კონტეინერიზირებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ამას ვიწყებდით და ამას ვემსახურებით, რა, ყოველთვის გვაქვს ჩვენი კლიენტებიდან ესეთი მოთხოვნა. კი ბატონო, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ, მაგრამ ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამის ოპერირებაში, წარმოებაში, ინსტალირებაში და ასე შემდეგ და აქ გვაქვს პრობლემა სწორედ და ამან ვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს შევეჭიდეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ იმისი, რომ პროფესიონალები გადაგვემზადებინა, წავედით იმ გზით, რომ მივმართეთ უნარების სააგენტოს, სამინისტროს, დავრეგისტრირდით როგორც ეკეში დავრეგისტრირდით როგორც განვახორციელებლები ცოდნის და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ასე ვთქვათ სასწავლო დაწესებულება, სადაც აი ამ დარგის მემონტაჟეებს და ოპერირების და მოვლაპატრონების სპეციალისტებს ვამზადებთ. ეს იყო ჩვენი ძალიან მაგარ თემაზე გეგა საუბარი და აი მიხარია რომ ეს საუბარი შედგა დღეს. ბატონ ზალს რა მაინტერესებს? ერთია, ეხლა თქვენ გასაგებია რომ ბაზარზე დაინახეთ ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამანაც გიბიძგათ რეალურად რომ გადაგედგათ ეს ნაბიჯი, გადაგემზადებინათ, რეკვალიფიკაცია გაიგეთებინათ თანამშრომლების და კადრების, სხვადასხვა ბენეფიციარების ჩავაზუსტებ აქვე, იმიტომ რომ ნებისმიერ შეუძლია გაიაროს გადამზადება ამ მიმართულებით. ნებისმიერ ასაკობრივ და მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ მომხდარიყო თვითონ ბაზრიდანაც შესაბამისი ფიდბექების წამოსვლა, თქვენ ალბათ ეს ბიზნესურად ლოგიკური ნაბიჯი არის, ალბათ ამ ნაბიჯსაც არ გადადგავთ. შესაბამისად, მე მინდა ახლა ტრენდზე გკითხოთ ზოგადად, რა მოთხოვნაც არის ბაზარზე. რამდენად გაიზარდა საქართველოს რეალობაში ეკოპასუხისმგებლიანი საწარმოების ფორმირება? ეკოპასუხისმგებლიანს თქვენ ზუსტად მიმიხვდებით ეხლა რას ნიშნავს, მაგრამ მაყურებელს განუმარტავ რეალურად, ანუ პრინციპი, სადაც ამ შემთხვევაში გარემოსთვის მავნებელი, სხვადასხვა ტიპის დანახარჯებზე, waste-less-ზე აგებული პრინციპების ნაწილის მინიმიზაციას ემსახურება ეს ყველაფერი. რასაც ქვია, მაგალითად,
განახლებადი ენერგია, ცირკულაცია, ეკოლოგიური კომპონენტების გამოყენება, აი ღუმელებზე მინდა მე ცალკე გკითხოთ კიდე, იმიტომ რომ ფანტასტიკური კონცეფტი არის ნამდვილად. აქედან გამომდინარე, ხა რაღაც ძალიან რო არ გამიგრძელდეს ჩემი კითხვაც, მე მაინტერესებს საქართველოში ტრენდი დღეს რავს კარნახობს და რამდენად გაზრდილია ეკოპასუხისმგებლობა კორპორატიული სექტორიდან. აი გიპასუხებთ, სად არის რესურსი მწვანე პროფესიონალის, სად არის ამისი საჭიროება? ამის საჭიროება არის ყველგან. ყველა მიმართულებით. ეს უნდა იცოდეს ვეკილმა, ექიმმა, ასე ვთქვათ, ინჟინერმა და ყველამ. ჩვენ ამას ვაკვირდებით დიდი ხანია საკმაოდ და ქონდა კიდევაც რამოდენიმე პროექტი, როდესაც ჩვენ სკოლებში დავდიოდი და ადამიანებს ბავშვებს განვიღებდით ინფორმაციას რა უნდა რომ გამოსულიყო რა პროფესია და შემდგომ ვცდილობდით მათთვის რომ გაგვემართათ თავის პროფესიაში როგორი უნდა ყოფილიყო მწვანე მიდგომები. და თქვენ წარმოიდგინეთ მე თვითონ იმდენი ვისწავლე ამ პროცესში რომ დავინახე რომ პრაქტიკულად არ არსებობს პროფესია სადაც არ არის როდესაც გადავედი ამ პროფესიული მიმართულებით და დავიწყოთ უკვე ჩვენთვის ამ მწვანე პროფესიონალების მომზადება მესამე ნაკადს ვღებულობთ ეხლა ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ 17-ში გვაქვს ასე ვთქვათ დახურვა ნაკადის და 24-ში ვიწყებთ სწავლას. ანუ რა არის ჩვენ მომზადებთ ჰიბრიდული ენერგოცენტრალების ასე ვთქვათ მემონტაჟებს, რომელიც მზის, ქარის, ბიომასა, თურიტუმბო ყველა აი ამ უტილიზატორებს, აი ამ გენერირების საშუალებას ოპერირებს ერთად და აი ამ სისტემის ოპერატორები არიან ჩვენი მოვლაპატრონობის და ინსტალატორები არიან ჩვენი მე თავიდან მეგონა რომ მხოლოდ მივიღებდით სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულ მსმენელებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ მონტაჟით. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ჩვენ პრაქტიკულად 20 სტუდენტი გავატარეთ, 20 მსმენელი იყო ჩვენთან და 2 ნაკადი, ასე ვთქვათ და ამ ნაკადის დროს გაიარა გადამზადება იურისტმა, გაიარა გადამზადება ჟურნალისტმა, გაიარა გადამზადება რა ვიცი, აი ექიმმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა და თქვენ წარმოიდგინეთ თავის დარგში შედგნენ მაგალითად ყავდა ჩვენ დარგის სპეციალისტი რომელიც დღეს ჩვენთან პედაგოგია და ასწავლის ხებს და ესენი არ არიან ადამიანები რომლებმაც თქვათ ისწავლეს იმიტომ რომ მემონტაჟები განხდება რა თქმა უნდა ესეთებიც არიან ყავს ჩვენ მაგალითად ერთი რომელიც დავიტოვეთ და ჩვენთან ინჟინერად მუშაობს და აპროექტებს ახლა სისტემებს ჩვეულებრივად ენერგეტიკული ფაკულტეტის სტუდენტი კურსდამთავრებული იყო, გაიარა ჩვენთან და დღეს არის ძალიან კარგი ინჟინერი, უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან ჩვენთან ერთად და მასთან ერთად დგას და უკვე ჩვენი ინჟინერი, თურქი ინჟინერი ყავს, რომელიც ამ მიმართულებას მიუყვება საწარმოოში და ამბობს, რომ უკვე ის შეძლებს მისთვის გადაბარებას, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან დიდი წარმოება. ამავდროულად გაიარა ჟურნალისტმა ჩვენთან, რომელმაც დააფუძნა შემდგომ მწვანე ჟურნალისტიკის კონკურსი. წარმოგიდგენიათ რა ხდება და ჩვენ ეს თავიდან ასე არ წარმოგვიდგენთ, მაგრამ ბაზარმა უკვე თვითონ მიიღო გადაწყვეტილებები. იურისტმა გაიარა ესეთი გადამზადება და ამოსო 15-დან 20%-მდე გაზარდა მისი შემოსავლები, იმიტომ კლიენტები მოსდის ისეთი, სადაც ადვოკატირებას უკეთებს ამ მიმართულებას და ძალიან კმაყოფილია. აი ნახოთ ახლა ახალი, ახლა გავედით როგორ ვაკეთებთ, ახლა გავდივართ უკვე მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალურ დონეებზე ვატარებთ უკვე ღია კარის დღეს, ახლა დუშეთში გვაქვს განსაზღვრული, ჩვენ დუშეთში ვოპერირებთ და აქედან დავიწყეთ, განსაზღვრული გვაქვს მცხეთაში, შემდგომ და თანდათან გვინდა კიდე გავაკეთეთ ესეთი რამე, რომ სხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვოპერირებთ რეგიონებში, იმიტომ ვერ ვფარავთ რეგიონებში, ამიტომ ვაკეთებთ ესეთ რამეს, რომ ბლექსის, ბათუმში, ოპიზას, ახალციხეში, ქუთაისში, იბერიას და კიდევ კახეთში, თელავში, კიდევ სხვა რამოდენიმე პროფესიულ სასწავლებელში დავიწყეთ მუშაობა, რომ TOPT გავატაროთ, ანუ ტრეინინგი გავატაროთ მათ პედაგოგებს და მათაც დანერგოთ თავისთან, იმიტომ ეს ჩვენ ხო ბიზნესი ვარ, ჩვენ გვაინტერესებს პროფესიონალები, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და აქედან გამომდინარე ეს დისტრიბუციური ქსელიც აი ამ სასწავლო კომპონენტით იშლება და გამოდის ძალიან ასე ვთქვათ ჭრელი და საინტერესო კომპონენტი. როცა გვეგონა ჩვენ რომ დავიწყებდით მუშაობას და ინსტალატორებს გავზიდით, თქვენ წარმოიდგინეთ ჟურნალისტი, იურისტი, ბუღალტერი, ფინანსისტი, რა ვიცი, ყველა გადის უკვე და ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც ითხოვენ. ჩვენ უკვე გვაქვს იდეა, რომ ახალი მიმართულება დავიწყოთ, იმიტომ ამ ჩვენმა კონტეინერების განთავსებამ რეგიონებში არა მოგცა იმისი მოთხოვნილება, რომ პარალელურ რეჟიმში ვაწარმოოთ დრონების ოპერატორები გჭირდებოდა და ამიტომ დავიწყოთ გეოსაინფორმაციო მეთოდოლოგიით გარემოს დაცვითი რისკის შეფასების სპეციალისტის გამოშვება. ესეც გონია, რომ იქნება ძალიან საინტერესო кейსი, გუშინ გავიარეთ ჩვენ უკვე პირველი შეხვედრა გქონდა იქესთან. ამაზე 1 წელიწად-ნახევარია მუშაობთ ამ საკითხზე იაპონურ კოლეგებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ აქაც იქნება ძალიან ფართო სპექტრი და აქაც გვექნება, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ადრეული შეტყობინების სისტემები და არა ყავს იუზერები, ასე ვთქვათ, და აი მაგალითად რაც მოხდა შოუში, რაც მოხდა ეხლა იმაში გურიაში, რომ ცოდნოდათ ადამიანებს ადგილობრივ დონეებზე, მუნიციპალურ დონეებზე, გამგებლებს სოფლისაც როგორ უნდა მოქცეულიყვნენ რა, მაშინ ისინი კარგად წავიდნენ წინ. აქედან გამომდინარე ეს პროფესიაც დარწმუნებული ვართ, ჩვენ ბიზნესს წაადგება და გაშლის, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო. ანუ ეს кейსი ესე გამოვიდა, რომ წვიტავს პრობლემას ბიზნესისთვის და წვიტავს პრობლემას კიდევ საზოგადოებისთვის. ხო, და პრინციპში მივიღეთ ასეთი public private partnership-ი რა. ძალიან მაგარია. ეხლა მართლა ყურადღებით გისმენდით და მართლა ძალიან საინტერესო კონცეფტია. სხვათა შორის მე მინდა ახალზე გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოსემულობას, რომ როდესაც ჩვენ 2014 წელს DCFTA-ის მოვაწერეთ ხელი, აი ზუსტად ეს მიმართულებები, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც. რეალურად რითიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეკოსისტემის ჰარმონიზება და დაახლოება მთლიანობაში ევროპასთან, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა დასავლეთის ეკონომიკებში ძალიან აქტიურად არის ინტეგრირებული, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არიან და გაჩნდნენ ამ მიმართულებით ნამდვილი მედროშეები, რომლებიც და თქვენც ამის ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არიან ჩართულები, იგივე ცნობიერების ამაღლების ნაწილში და ასე შემდეგ.